ერთ რამეს მივხვდი. იდეალური რძალი არ არსებობს. არა, მესმის რომ ორსულად არის და ბავშვს უნდა მოუფრთხილდეს, გასაგებია. გენაცვალე მეც ვიყავი ორსულად და ანგელოზივით შვილიც გავზარდე, მაგრამ დღის 3 საათამდე ლოგინში არ ვიწექი და არ მეძინა. არა, ამ ჩემშულს ვერ გავაგებინე. გასაგებია ცოლს უვლი, მაგრამ ეს ყავის მირთმევა ლოგინში რა არის? ერთხელ გავიცინეთ, არაფერი ვუთხარი, მეორედაც, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, არა? არა, ორსული ქალია და ეწევა. დაუშვათ მესმის. მაგრამ აი ცხვირწინ ხომ არ უნდა მიფუილოს, არა? იმ დღეს რაღაცაზე ვთქვი, ვიხუმრე. აი უკვე კოტიკოს 2 ცოლი ყავს მეთქი, მომიბრუნდა ქალბატონი და მეუბნება. შენი შვილისგან სხვას რას ელოდიო? არა, ვერ გავიგეს, იხუმრა თუ რა იყო? არა, ფილოლოგი ქალი ვარ და ვიცი, რომ უნაკლო ადამიანები არ არსებობენ და არ მინდა მის ნაკლზე ვილაპარაკო. არა, რო არ ალაგებს, არ რეცხავს, ქმარს რომ არ უვლის. მე უვლის კი არა, რას ეუბნება და რას ელაპარაკება ვერ გავიგე. კოტიკო სულ გაღიზიანებულია, ყვირის, აი ვეღარც ვეკონტაქტები. არა, თითქოს კი კარგი გოგოა, მაგრამ ბევრი მინუსია. ხანდახან ვადარებ ამას და იმ პირველს. იმასაც ქონდა რაღაცა კარგი თვისებები, მაგრამ თავარი არ ქონდა, ტვინი და ოჯახი ვერ შეინარჩუნა. ამასაც მინდა აუხსნა, მაგრამ ჯერ არაფერს ვეუბნები. მაინც ორსულად არის. და მე ვიცი. სანამ მე ცოცხალი ვარ, ჩემს ოჯახში პრობლემა არ იქნება.